მადელიშვილი, მეკარე, შემდეგ ნომერი 6 ნიკოლოზ დადიანი, 9 ამირად ზაგანია, 14 გურამ გოშტელიანი, 22 გივი ხაჩიძე, 25 ალექსანდრე კარგვა, ყოველთვის პრობლემურია და სეზონის კარგი სტარტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ყველა გუნდისთვის. აქ ჩაწოდება იბერიას ფეხბურთელები ვერ შეუცვალა სიხარულიძემ ბურთს მიმართ. გიორგი ტაბატაძე ეს ფეხბურთელი, რომელიც მოაწვდის კუთხურს, მაღალი კარში წავიდა ბურთი და ცოტა მეტი სიფრთხილეა აქ საჭირო კი. ფერნანდო ბული და ისევ ბაქარ ქარდავაჩ გერენაია. გიორგი ტაბატაძე, იური ტაბატაძის მისამართით გაკეთებული გადაცემა, ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმა და უნდა მეთქვა გოლი, მაგრამ დორასო კლასმა გააფუჭა ძალიან ჭხლეტები სამგურალის მხრიდანაც იყო იური ტაბატაძე აქ მარცხენა ფლანგზე ჩაწოდება გადმოვარდნილ ბურთზე მამაგეიშვილი დაარტყავს და არაზიელთა მხრიდან 6 ნახევარი გუნდია ფაქტიურად და სამგურალში არიან ლეგიონერები აი აქ ჯეფინიო ცოტა დააყოვნა ვფიქრობ მაგრამ პასი გააკეთა საჯარიმოში ბუჯერი შემოტრიალდა და დაარტყა და ძელს ხდება ბურთი აი სამგურალი შვილის გადაცემა წინ კარგი შეტევა ხორხელი ძალიან კარგად დატრიალდა მშვენივრად გაიარა და პენალტი ინიშნება ხელით თამაშის გამო ხელზე მოხდა ყოჩა ხორხელი ამ ეპიზოდში ყალიჩავას წინააღმდეგ მისანიშანი და გამორბენი დარტყმა და ძალიან კარგად გააკეთა ყველაფერი იური ტაბატაძემ და სეზონში მესამე პენალტი გაიტანა ყველაზე მეტი სწორედ მას აქვს გატანილი და ოჩახი იური ტაბატაძე რამ გამოიწვიეს მისი უკმაყოფილობა თვითონაც არ მგონდა თამაშის წეს გოლი რომ არ გასულიყო ნახეთ ძალიან ადრე არის გამოსული დაიწყო მოძრაობა და აქ ეთყობა ეს აღნიშნვის გამო ისიც თამაში რომელმაც თავის ყოფილ კლუბთან პენალტი მოიპოვა შემოსვლიდა რამდენიმე წუთში აქ დამატებაზე სწორედ ხორხელი იყო კიდევ ერთხელ ოსიარი შეინარჩუნა ბურთი მეტოქის ნახევარზე შემდეგ ჩიხლაძე შეუძლია შეტევის სხვადასხვა მიმართულებაზე შეეძლო დარტყმა არ გამოუვიდა მუჯირს და ჟან კარლოსი ლავსაჯარიმოში ჯეფინიო საჯარიმოში ჯეფინიო ინარჩუნებს ბურთს უკან ბული მაღალი ჩაწოდება აქ მისდარჩება ბურთი დარჩა სამგურალის ფეხბურთელებს შემდეგ რა იქნება დაგორებული ბურთი უკან კარგი დარტყმა და გათანაბდა ანგარიში შერგელაშვილი გატანილი გოლის ავტორი საჯარიმოს და გადმოვარდნილი ბურთს ზუსტ მდინარე სეზონში და ის ამ მაჩვენებლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს განაპირა მცველი აი გადმოვარდნილი კი შერგელაშვილის კარგი დარტყმა აქ და ასეთი დარტყმის საშუალება მას უბრალოდ არ უნდა მისცეს მეტოქემ და მსგავს დარტყმებს შერგელაშვილი არ პატიობს მოდი პირდაპირ თქვა და 4 გოლით ის საუკეთესოა 3 გოლი აქვს ლუკა ხორხელს ცოტა დათმო მაინც უპირატესობა ეს იყო მიზეზი აი ამ ყველაფრის რომ რამდენიმე კარგი შეტევა განახორციელეს სტუმრებმა და გამოიყენეს კიდევაც აქ რა ხდება იყო ხო ეს შეჯახება არის так მეკარე ეჯახება და აი ეს არის სიახლე ამიტომ მქონდა მე პაუზა აღებული და ეს არის კიდევ ერთი სატესტო რეჟიმში როდესაც სიახლე დაინერგება ამასობაში კი ტაბატაძე გამორბენი და აუღო ყალიჩავამ აუღო ეს პენალტი ყალიჩავამ და ყოჩა 4 მცდელობიდან სხვა კუთხეში დაარტყა და მეკარემ შეძლო ამ ეპიზოდში კუთხის გამოცნობა და მოგერიება ყოჩახნოდარ ყალიჩავა კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მესამე წუთია სამგურალზე კი შემდეგ განვაგრძობ საუბარს ამ ეპიზოდის შემდეგ მაღალი ჩაწოდება დარტყმა და ანგარიში ხდება 2-1 კუთხურიდან მოწოდებული ბურთი და სხირტლაძე გატანილი გოლის ავტორი პირველი გოლი იბერიას მაისურით დავით სხირტლაძე ძალიან კარგი იყო ამ ეპიზოდში უნდა ნახოთ განმეორებით და ეს არის მაღალი კლასი მე ყოველთვის ვიძახი უცხოეთში თამაშობდა აი ხედავთ აქედან რა კარგად დაარტყა და მეკარეს ბურთი გადააფრინდა ვერ ითამაშა ბურთზე და ვერც მცველებმა შეუშალეს ხელი მშვენიერი გოლი გამოვიდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ პირველი იბერიას მაისურით და 25 ეროვნულ ლიგაში და კიდევ
ითამაშეს მარცხენა ფლანგზე ბურთი სამგურალის ფეხბურთელებმა ჯანჯღავა, მიუახლოვდა საჯარიმოს, პასიც გააკეთა. ისევ ჩიხლაძე დასარტყმელ პოზიციაზე კიდევ ერთი ძლიერი ბურთის შენარჩუნება და შეტევის ორგანიზება უფრო არის სამგურალის პრობლემა, ვიდრე სხვა რამ რაც ჩამოვთვალე, ბურთი დაიჭირეს. ეხლა ჩაწოდება საჯარიმოში მცველები. გადმოვარდნილ ბურთზე კიდევ ერთი და აქ უკვე მეკარე თამაშობს ძალიან კარგად. ხვედრა დასრულდა 2-1 იბერიას გამარჯვებით, ულოცავ იბერიას კომანდს დამსახურებულ გამარჯვებას და კიდევ ერთი მატჩით გაგრძელდა დაუმარცხებელი